Solo leveling-ი სამყაროში მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან. სალამი, თქვენთან არის გილდარცი და დღეს გეტყვით 10 ყველაზე ძლიერ ჰანთერზე, რომლებმაც ეს სამყარო შოკში ჩააგდეს. ვინ იმსახურებს პირველ ადგილს? მოდი ერთად გავიგოთ. ვიდეო მოიცავს სპოილერებს. მეათე, გოტო რიუჯი არის იაპონიის უძლიერესი ჰანთერი და პოტენციური ეროვნული დონის მონადირე. ეროვნული დონის ჰანთერები ჩვეულებრივ ეს რანგ ჰანთერებზე ძლიერები არიან. მისი მთავარი მიზანია ეს დონის დანჯენის დამოუკიდებლად გატანა, რათა ეროვნულ დონის ჰანთერად აღიარონ და ამისთვის ხვების დაზიანებასაც არ მოერიდება. ჯეჯუ კუნძულის რეიდის დროს რიუჯი ერთ-ერთი ეს დონის ჰანთერი იყო, რომელიც სხვა ქვეყნებიდან სამხრეთ კორეას ეხმარება, თუმცა სამწუხაროდ ეს კეთილი გულით არ გააკეთა. მისი გეგმა იყო ხვების დახმარებით, რაც შეიძლება მეტი ჭიანჭველა მოეკლა და შემდეგ მთელი დამსახურება თავის თავზე მიეწერა. თუმცა ეს მზაკრული გეგმა არ გამოუვიდა, რადგან ჭიანჭველების მეფე, რომელსაც შემდეგ ბერუ სახელით გავიცნობთ, გამოჩნდა და მას ბოლო მოუღო. სხვათა შორის გოტო რიუჯის ანიმეშიც მალე ვიხილავთ. მეცხრე, ლენარტ ნიერმანი, გერმანიის უძლიერესი ჰანთერი. ის მსოფლიოში მე-12 ადგილზეა ძალის მიხედვით, რაც მას ერთ-ერთ იმ იშვიათეს ჰანთერად აქცევს, ვინც ამ დონეზე მმართველის ძალის გარეშე ავიდა. ლენარტი ძალიან მზრუნველია. სხვათა შორის ჯინუს პირველად დანახვისას, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ვერ ხედავდა, იგრძნო მის შიგნით არსებული შადოუ მონარქის არმია. სხვათა შორის სხვა ჰანთერები ჯინუს არმიას ასე უბრალოდ ვერ გრძნობენ და ვერც ხედავენ. სწორედ ეს ხდის მას ლენარტ ნიერმანს განსხვავებულს და უფრო ძლიერს სხვა ჰანთერებისგან. მიუხედავად უზარმაზარი ძალისა, იგი თავმდაბალი და უანგარო ადამიანია, რაც გამოღვიძებულთა სამყაროში იშვიათია. მერვე, გუ გუნჰი, სამხრეთ კორეის უძლიერესი ჰანთერი. გუნჰი არის ერთ-ერთი მმართველის ჭურჭელი, რაც მას მსოფლიოში ერთეულ მონადირეებს შორის აყენებს, რომელთაც ასეთი ძალა აქვს. მისი ერთადერთი პრობლემა ასაკია, რაც ხელს უშლის ენერგიის ხანგრძლივად გამოყენებაში. თუმცა ფროსტ მონარქის წინააღმდეგ ბრძოლა და დროებით თავის დაცვა გვიჩვენებს, რომ მისი ძალა ბევრად აღემატება მოლოდინს. მეშვიდე, ჯონასი ბრაზილიიდან ეროვნული დონის ჰანთერია და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესია. ოფიციალურად მე-6 ადგილზეა მსოფლიოში ჰანთერებს შორის. როგორც ეროვნული დონის ჰანთერი, ჯონასი სავარაუდოდ მმართველის ჭურჭელია, თუმცა მის უნარებზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. ასევე სავარაუდოა, რომ მას შეუძლია სულიერი სხეულის ფორმირებაც. მე-6, სიდერთ ბაჩანი არის ინდოეთის უძლიერესი ჰანთერი, თუმცა მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მისი როლი სოლო ლეველინგის ძირითად სიუჟეტში უმნიშვნელოა და მხოლოდ სახელით არის ცნობილი. ცნობილია, რომ ეროვნული დონის ჰანთერია და მსოფლიოს 5 უძლიერეს ჰანთერებს შორის არის, თუმცა სერიაში მისი ძალები არასდროს გამოჩენილა. მე-5, კრისტოფერ რიდი, ამერიკის უძლიერესი ჰანთერია და ჯინუს გაძლიერებამდე მსოფლიოში მე-3 ადგილზე იყო. შესაბამისად, დიდი პატივისცემით სარგებლობდა და ამერიკის პოლიტიკურ სცენაზე დიდი გავლენა ჰქონდა. მიუხედავად რიდის სიძლიერისა, სელნარს ჰქონდა შემზარავი წინასწარმეტყველება, რომ უცნაური ძალები მას მოკლავდნენ და მართლაც მონარქების ერთობლივი ძალის ხმევით რიდი ღამით მოკლეს. თუმცა ის მსხვერპლად გამოიყვანეს, რათა ეჩვენებინათ, რამდენად უსუსურები იყვნენ ჰანთერები მონარქების ღვთაებრივი ძალის წინაშე. მე-4, ლიუ ზინგანგი არის ჩინეთის უძლიერესი ჰანთერი, თუმცა მისი ძალის რეალური მასშტაბი მაინც მისტიურია. ის ჯინუს გაძლიერებამდე მსოფლიოში 2 უძლიერეს ჰანთერს შორის იყო, თუმცა მისი უნარები ტომას ანდერსთან შედარებით ნაკლებად ჩანს. ცნობილია, რომ მან მარტო მოკლა ერთი გიგანტი იაპონიის ეს დონის კარიბჭიდან. თანაც ეს ყველაფერი წყალში ბრძოლის დროს მოხდა. მიუხედავად უზარმაზარი ძალისა, ზინგანგი მშვიდი ადამიანია, რომელსაც არ უყვას უსარგებლო კონფლიქტები, თუმცა ჯინუს ძალის გამოცდა პრობლემად არ მიაჩნია.
მესამე, ტომას ანდრეი ამერიკის უძლიერესი ჰანთერია და მსოფლიოს უძლიერეს ოფიციალურ ჰანთერად ითვლება. ჰანთერებსაც კი მისი თანაბრად ეშინიათ და პატივსაც სცემენ. მისი ძალა არის ამერიკის პოლიტიკური გავლენის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სოლო ლეველინგის სამყაროში. ანდრეი პატივს სცემს ძალას ყველაზე მეტად. როდესაც მიხვდა რომ ჯინუ მასზე ძლიერი იყო, მისი ლიდერობა უარყოფის გარეშე მიიღო. რაც სხვა ეს დონის ჰანთერებს იშვიათად სჩვევიათ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჰანთერია, ბისტ მონარქის წინაშე სრულიად უძლური აღმოჩნდა, რაც აჩვენებს მონარქების და ადამიანთა ძალებს შორის უზარმაზარ სხვაობას. მეორე, სუნგ ილჰვანი დიდი ხნის განმავლობაში მკვდრად ითვლებოდა დანჯენის რეიდის დროს მისი გაუჩინარების გამო. მაშინ იგი არ იყო იმდენად ძლიერი. თუმცა მისი დაბრუნების შემდეგ ილჰვანი ერთ-ერთი უძლიერესი ჰანთერი გახდა ჯინუს შემდეგ. მას მმართველმა ძალა უბოძა, რამაც მისი რია ღორძინება და ყველაზე ძლიერი ფალსიფიცირებული ჰანთერად ქცევა გამოიწვია. დაბრუნებისთანავე მან მარტივად დაამარცხა ეს დონის ჰანთერი, ჰუანგ დონგსუ, რომელიც ანიმეში იყო ნაჩვენები. ასევე ილჰვანი ორ მონარქს ერთდროულად ებრძოდა, ფროსტ მონარქს და ბისტ მონარქს, რათა ჯინუსთვის დრო მოეგო, რაც გამოუვიდა. თუმცაღა საბოლოოდ ბრძოლის შემდეგ მიღებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა. და ბოლოს პირველი სანგ ჯინუ სოლო ლეველინგის დასაწყისში ყველაზე სუსტი იდონის ჰანთერი იყო, თუმცა სერიის ბოლოს იგი თავად სამყაროს უძლიერეს არსება გახდა. როგორც შადოუ მონარქი, ჯინუ სიკვდილის ცნება გახდა, რაც მის უკვდავებას და მკვდრების დაქვემდებარებას შესაძლებელს ხდის, ანუ შადოუებად გარდაქმნას. მას ყავს 10 მილიონზე მეტი შადოუს ჯარისკაცი, რომელთა უმეტესობა ტომას ანდრეიზე ძლიერია. სერიის ბოლოს ჯინუს უბრალოდ ჰანთერად მოხსენიება მისი ძალის შეურაცხყოფაც კია, რადგან მისი ძალა რულერის, მმართველის, ანუ შემქმნელის ძალას უტოლდება. სოფლიოში მრავალი უძლიერესი ჰანთერი არსებობს, მაგრამ სანგ ჯინუ აშკარად ყველა მათგანზე მაღლა დგას. ის და მისი მოწინააღმდეგეები ქმნიან დაუვიწყარ ბრძოლებს, რომლებიც სოლო ლეველინგის გულშემატკივრებს დიდ ხანს ემახსოვრებათ. დღეისთვის კი სულ ეს იყო მეგობრებო. დაწერეთ ქვემოთ კომენტარებში თუ რას ფიქრობთ. თუ მოგეწონათ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ დალაიქება და არხის გამოწერა, რათა არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები და რა თქმა უნდა შემოგვიერთდით Discord სერვერზე. ლინკი აღწერაშია. შევხვდებით მომდევნო ვიდეოში, დროებით.